პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეხლა მეკრძალება კიდეც ამის თქვა, ანა კალანდაძე მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში და ამის გამო მე ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც მიწევდა მასთან შეხვედრა. ასე რომ შესანიშნავად ვიცნობდი მეც და გქონდა ურთიერთობა როგორც თანამშრომელთან. და ის ბუნება, რაც ქალბატონმა თინამ აღნიშნა, ცხადია, ერთის მართებული ითქვა, რომ ქალბატონი ანა არასოდეს არ თამაშობდა. ის იყო ყველგან და ყოველთვის ის, ვინც იყო. გამოხატავდა საკუთარ დამოკიდებულებას ძალიან მართლად და ფაქტობრივ უკომპრომისოდ. ამ ინსტიტუტში მუშაობის მისი ეს, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი, ესე იგი, სანამ არ დაასრულა სიცოცხლე, უბრალოდ 2 წლით ადრე გაათავისუფლეს ის ინსტიტუტიდან. მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში რიგით თანამშრომლად. შემდეგ ასეთი რამე მოხდა. ინსტიტუტში შეიკრიბა სამეცნიერო საბჭო და ქალბატონ ანას მისი დამსახურებისთვის ეს არ ხდებოდა ხოლმე მაშინ მიანიჭეს, რომ უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი არ ყოფილიყო, მიანიჭეს უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სტატუსი და აი ამ სტატუსით დაასრულა მან 2006 წელს, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება მოვიდა, რამდენიმე ისეთ თანამშრომელს, რომელიც აი ინსტიტუტის სახე იყო, ეს იყო ქალბატონი ანა, ალექსი ჭინჭარაული, ბატონი ალექსი ჭინჭარაული და დარეჯან ჩხუბიანიშვილი. მა დააწერინეს განცხადება და გაუშვეს სამსახურიდან როგორც ხანდაზმულები. და ეს იყო იმხელა ტკივილი ქალბატონი ანასთვის, რომ შეიძლება ამან თავისი როლი შეასრულა იმაში, რომ 2 წლის შემდეგ ის უკვე დაგვემშვიდობა ჩვენ და არა მარტო მის ცხოვრებაში, არამედ აი დარეჯან ჩხუბიანიშვილთან ასევე და ასე შემდეგ. რაც შეეხება ქალბატონი ანას შემოსვლას ქართულ პოეზიაში, იშვიათია ისეთი სასწაულებრივი გამოჩენა შემოქმედის, როგორც ეს შემთხვევა იყო. უცებ ყველასგან მოულოდნელად წაიკითხა ბოლო კურსის სტუდენტმა ლექსები მწერალთა სახლში და აფეთქდა მთელი საქართველო.